ვარ თუ არა ყველანი მსახიობები და არის თუ არა მსახიობობა მხოლოდ პროფესია. არა მეგობრებო, რა თქმა უნდა ყველა მსახიობები ვართ. შენს მთელი კაცობრიობა, მეც და ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება არის. შენ რომ ეხლა მიყურებ, არ არის აუცილებელი რომ მე გატყუებდე ან რაღაც არასწორ ინფორმაციას გაწვდიდე იმისათვის რომ ჩათვალო რომ მე ვთამაშობ და რაღაცისთვის ამას ვაკეთებ. არა. შეუძლებელი ადამიანმა თავისი ნაღდი მეობა გამოხატოს ისე რომ არ ითამაშოს რაღაც როლი. შეუძლებელი, იმიტომ რომ შენი ნამდვილი მეობა გამოსახატი არ არის. შენი ნამდვილი მეობა არის უბრალოდ ყოფნა და ყოფიერება. ნეტარად სუფთა ცნობიერად ყოფნა. მარად ნეტარ მოწმედ. რა აქვს მაგას გამოსახატავი, ან რისი სურვილი აქვს, არაფრის სურვილი არ აქვს, ის უბრალოდ არის. შესაბამისად, როცა ვამბობთ ჩვენ რომ ყველა ადამიანი თამაშობს, რა მაძლევს ამის საფუძველს რომ ეს თქვა? მარტივი მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ. წარმოიდგინე რომ სახლში ხარ, წარმოიდგინე რომ სამსახურში ხარ, წარმოიდგინე რომ ქუჩაში უცხოს ხდები, წარმოიდგინე რომ პარტნიორთან ხარ. 4-ვეში და კიდევ ბევრგან სხვაგან, სადაც არ უნდა იყო, ხარ სხვა როლის მოთამაშე ადამიანი შენ. როგორ შეიძლება ეს აღწეროთ? ოჯახში სულ სხვა როლი გაქვს, სხვანაირად იქცევი, სხვანაირად მეტყველებ. მარტო როცა ხარ, სულ სხვანაირი ხარ. შენ თავთან სულ სხვანაირი ხარ, სხვა რაღაცებს აკეთებ, სხვა რაღაცებს ახორციელებ. როცა უცხოს ხდები ქუჩაში, კიდე სულ სხვა ხარ. და როცა ახალ ადამიანს გაიცნობ, კიდე სხვა ხარ. პარტნიორთანაც რაღაც როლს თამაშობ. არის ეს მომენტები. თქვენს ცხოვრებაშიც დაიჭერთ ამ მომენტს თუ კარგად დააკვირდებით. წარმოიდგინეთ რომ უბრალოდ ცუდი დღე გაქვთ ვინმესთან, ან უცხოსთან, ან არ ვიცი, პარტნიორთან თუ ნებისმიერ ადამიანთან გაქვთ ცუდი დღე ან უთანხმოება. და გამოხვედი ქუჩაში. შეგხვდა შენ ადამიანი. ძველი ნაცნობი. ან უბრალოდ ვიღაც ვინც გიცნობს და გამოგასაუბრება უნდა, ხო? მოკითხვა უნდა. გეკითხება, როგორ ხარ, აშვებიავო, სად დაიკარგი ან რაღაც. შენ ავტომატურად პასუხობ. ვაიმე, კარგად, შენ როგორ ხარ, აბა რა შვები, შენ სად დაიკარგი, რამდენი ხანი არ მინახი ხარ. აი, ეს მომენტი თამაში არ არის? გამოხვედი საიდანღაც, არც თუ ისე კარგი დღე ქონდა, გინდა ეხა შენთვის წახვიდე, საერთოდ არ გაქვს ამის თავი, მაგრამ უნდა როლი ითამაშო. თამაშობ ამ როლს, შემდეგ შეიძლება მაღაზიაში შეხვიდე, კონსულტანტთან სხვა როლი მოირგო, მერეც მაკაცთან გახვიდე, იმასთან სხვა როლი მოირგო და ასე შემდეგ. და იმავე ვრცელდება ზუსტად იგივე ნებისმიერ პროფესიაზე, ნებისმიერ საქმიანობაზეც, არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. ნებისმიერი ადამიანი აიღეთ, არ ვიცი, თქვენი მეგობარი, თქვენ, ნებისმიერი ადამიანი, ხო? ეს არის ჩვეულებრივი მომენტი, რომ ყოველივე ჩვენგანი მთელი კაცობრიობა, ხო? თამაშობთ და თამაშობდით და კიდევ ვითამაშებთ. როლებს ყოველთვის მოვირგებთ, არა აუცილებელი სცენაზე იდგე და შეიცვალო. პერფორმანსი დადგა, რომ თქვა. ეს არის მსახიობობა და მსახიობური ოსტატობა. არა, ყოველდღიურად ვავლენ ჩვენ მსახიობურ ოსტატობას. ზოგჯერ არის რომ არ გამოსდის ადამიანს, ზოგჯერ შეიძლება შეატყო რომ რაღაც ისე ვერ არის და ვერ თამაშობ კარგად. მაგრამ ეს ყველაფერი საიდან მოდის? ამ ფუძესაც ჩავალთ, ნელ-ნელა ვისაც გაინტერესებთ სიღრმე. თუ აქამდე დარჩი, ესე იგი გაინტერესებთ და ბოლომდეც ნახავ. თუ აქამდე არ დარჩი, ესე იგი აქამდე გაქვს გათიშული. მაგრამ თუ დარჩი, უკვე საინტერესო ფაზაში შევალთ. ნებისმიერი პროფესია, ხო?
ზოგჯერ მომდის მესიჯები, რომ კარგ საქმეს აკეთებ, თითქოს მაიდენტიფიცირებენ ჩემს ბლოგთან, ჯანსაღ ცხოვრების წესთან, მაგრამ რატო არა, რომ სიტყვაზე ვისაუბრო ესეთ თემებზე? რატომ არა? რატო არ შეიძლება? რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ იდენტიფიკაციის მოხსნა ძალიან მარტივია შენს თავზე, მაგრამ სხვას რომ მოაძრო შენზე, არც ისეთი მარტივია. ამიტომ მე შეიძლება ვასოცირდები ბლოგერთან. ვიღაცამ რო ქუჩაში შემამჩნიოს იტყვის, ეს ის ბიჭი არ არის, ჯანსაღ ცხოვრების რეცეპტებს რო იძლევა? ხედავთ, ჩემი მეობა, მთლიანად ჩემი არსება მოიაზრა ერთ კონტექსტში ადამიანმა. მარტო ჩემზე არა, უბრალოდ მე ახლა მაგალითად მომყავს ჩემი თავი, თორემ ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც თქვენ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად გაიდენტიფიცირებთ, ქმნიან თქვენგან თავის გონებაში რაღაც პროექციას თქვენგან. არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ერთი ადამიანი სხვისთვის ძალიან კარგი დადებითია, მეორესთვის პირიქით უარყოფადია. ესეც ზუსტად ამასთან მოდის. რა ქვია მას, დიზონანსის ანტაგონისტში, იმაში მოდის რა. შესაბამისად, ისევ და ისევ მანდ მიდის ყველაფერი ვინ ვარ მეზე. ოღონდ ეს ფუნდამენტური კითხვა, ეს კითხვა არის ძალიან ღრმა კითხვა. და ზუსტად მაგ სიღრმეში შევდივართ ახლა, იმიტომ რომ ეგ კითხვა არის ერთადერთი მგონი ჩემის აზრით, რაც ადამიანმა უნდა თავის თავს დაუსვას ყოველ დღე. ვინ ვარ, ვინ არ ვარ. ყოველ დღე, ყოველ შემთხვევაში შეახსენოს მაინც თუ უკვე რაღაც მაინც გააცნობიერა. ერთი ფაზა გავიარეთ, შევთანხმდით, რომ ყველა რაღაც როლს ვირგებთ. მეორე ფაზას გავიარეთ, რომ ვიდენტიფიცირდებით პროფესიებთან, ვაიდენტიფიცირებთ სხვა ადამიანებსაც, სხვადასხვა საქმიანობებთან. ძალიან ესეთი კარგი ისტორია მახსენდება, უბრალოდ სახელები შეიძლება შემეშალოს, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ უყურებდი და უბრალოდ სახელი ამომივარდა. მეფე ლეონი თუ რაღაც აღარ მახსოვს, იტანჯებოდა, იმიტომ რომ იყო მეფე ლეონი და როდესაც მას კითხეს, შეიძლება ვწდებოდე ციტირება ზუსტად ვერ მოვახდინო, მაგრამ ვინ ხარო, უპასუხა რომ მე ჯონ სმიტი ვარ, ის ვინც იყო მანამდე, სანამ გახდებოდა მეფე. გაცილებით უფრო ლამაზად შეიძლება ამის დახატვა, უბრალოდ რაც მე მახსოვს, ახლა შემიძლია მოვყვე და დაახლოებით პარალელს გაავლებ, იმიტომ რომ მეფე ხარ, პაიგი ხარ, არ ვიცი, რა თანამდებობაზე ხარ, ვინც არ უნდა იყოს, სპორტსმენი ხარ, თუ რა ხარ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ფეხბურთელი აიღე, რომელიც ანებებს სპორტს თავს, იმდენად არის იდენტიფიცირებული ფეხბურთელობასთან და აი ამ წარმატებულ კარიერასთან თუ წარმატებულ რა მნიშვნელობა აქვს. რომ როცა ამას ანებებს, იწყება იდენტიფიკაციის იდენტური კრიზისივით იწყება რა, ადამიანმა არ იცის უკვე ვინ არის პროფესიის გარეშე, იმიტომ ზოგს გაუცნობიერებულ, ზოგს გაცნობიერებულად მოსდის ეს, ზოგი აცნობიერებს, ზოგი ვერა და ასე შემდეგ, ხო? რა, საიდან მოდის ეს? იქიდან მოდის, რომ ადამიანები ყოველთვის იგივდებიან ძალიან ბევრ ისეთ რამესთან, რაც არ არიან და ამას არ აქვს, ეს გარდაუვალია. გარდაუვალია ყველა ადამიანის ცხოვრებაში, გარდაუვალია. მოდი, გავუბედავ და ვიტყვით კივილი. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამ კივილს გამოიყენებენ გაცნობიერების კატალიზატორად, ან არიან ადამიანები, ვინც უფრო ქვევით დაეშვებიან. შუალედი აქ არ არსებობს. ან აცნობიერებ, იმიტომ რომ გარდაუვალია ყველაფრის გარგვა, ყველაფერი წარმავალია, ან ქვევით ჩადიხარ, ან შენს რო იტყვიან ნამდვილ
ბუნებას ნამდვილ მეობას აცნობიერებ. სხვა ეს შუალედი დავიჭირო იმის სტატიკურ მდგომარეობაში ვიყო, არც იქით ვიყო, არც აქეთ, ხო? ხშირ შემთხვევაში ეს თუ დაუფიქრდებით და გაანალიზებთ, არ ხდება ხოლმე, ან იძირება ადამიანი, ან ზევით ადის. სტატიკურ ფაზაში შეიძლება მოვიაზროთ ის ტკბილი, ან კარგი ლეველი ცხოვრებისა, რომელიც მიედინება და მიქრის, თავისით მიყვება და შენს დინებას მიყვები. არც აცნობიერებ ვინ ხარ, არც გაინტერესებს ეს ღრმა ფილოსოფიები და არც ქვევით არ ხარ ტკივილით ჩავარდნილი, ჯერ ანუ ცხოვრებამ არაფერი გაჯახა. ამ შემთხვევაში შეიძლება ამას დავარქვათ, მაგრამ ეს არის ძალიან ხანმოკლე და ხშირ შემთხვევაში ბევრი სხედრი არც არის. და არც უნდა იყოს. თუ გაანალიზებ, მიხვდები, რომ ეს არც უნდა იყოს, ყველა ნატრობს მაგას, მაგრამ ეგ არის წამიერი. შენ რა ცხოვრებასაც ნატრობ, ეგ არის წამიერი. ეხლავე აგიხსნი რატო, რასაც არ უნდა მიაღწიო, რაც შენ გინდა, ყოველთვის იქნება იმის შემდეგ რაღაც წერტილი, რის მიღწევაც მოგინდება. გარდაუვალია ეს. შენ ვერასდროს ვერ შეივსები და ვერ დაკმაყოფილდები იმით, რაც მოგეცემა. ეს არის შენი ეგოს მდგომარეობა. ანუ პრინციპში შეგიძლია თქვა, რომ შენ ხარ ეგ, მაგრამ არა უმაღლესი მე, ეგ არის უფრო დაბალი მე. გონების პროექცია, ეგო, რომელიც იჩემებს შენი ნაწილი, იჩემებს მთელობას. ის არ არის მთელი, ის არ არის შენი არსი, ის არის შენი ნაწილი, ეგო, რომელიც ესე არ კვდება და არ ქრება, ის ყოველთვის შენი ნაწილი იქნება. ერთადერთი რითიც შეგიძლია რომ შეამცირო მისი ძალმომრეობა და მისი შეტევა შენზე, შეტევა რა, მოდი ეს დავარქვათ, მართვა შენი შეგიძლია შეამცირო მხოლოდ შენი არსის გაცნობიერება. სხვა შემთხვევაში შენ ხარ ეგოს მსხვერპლი. ყველაფრით გარდა არსით, არსი არავის მსხვერპლი არ არის. არსი არის, იყო, არის, იქნება, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. დროში და სივრცეში ცნობიერება შენ ვერ გაზომავ. ყველაფერი სხვა შეიძლება რაც გინდა გაზომე, რაც გინდა, არ ვიცი, გაანალიზე, მაგრამ ცნობიერება არის აქ და ახლა, არა აქვს დასაწყისი, არა აქვს დასასრული. ეს ერთი. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. რატო ჩავწერე ეს ვიდეო? იმიტომ ჩავწერე, რომ რამდენიმე დღის წინ უყურებდი კონორ მერფი, ძალიან მაგარი, სხვათა შორის ინფლუენსერი, გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ რა. უბრალოდ რაღაცებს მოიხმარდა ისეც, რომ ფსიქიკა დაუზიან არ შეიძლება, მე ყოველთვის სიფხიზლეს მივესალმები, ყოველთვის მოუწოდებ ხალხს, რომ ფხიზლად იყვნენ, იმიტომ რომ ეს არის აქსიომი, ეს ტაბუდადებული თემა კი არა, სალაპარაკო თემა, ტაბუ არ უნდა დაედოს, პირიქით უნდა ილაპარაკო, რომ ეს არ შეიძლება. და ეს როცა სუ თამაშობდა რა, თამაშობდა და ეუნებოდნენ, როდის ხარ ნაღდი, როდის თამაშობ, უკვე ვეღარ ვარჩევთ რა და ეგონათ, რომ საერთოდ რასაც დებდა, ყველაფერი იყო, ზოგჯერ თამაში იყო თუ რეალობა ვეღარ არჩევდი. და ესეთი პასუხი ჰქონდა, რომ ჩვენ ყველა ვთამაშობთ. და ზუსტად ეს გამახსენა, ამ კარგმა ამბავმა მომიტანა ეს შთაგონება, ის რაც ახლა ამას მთელი ვიდეოში ვლაპარაკობ რა. ვაკვირდები ახლა მის განვლილ ცხოვრებას, ეს 3-4 დღეა და ძალიან ღრმა ადამიანი იყო, თუმცა ესეთ შეცდომაში მოუწია შესვლა თუ ჩაიგდო თავი, არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა. და ხდება. ყველგან არის ეს მახეები დაგებული და უნდა იყო მუდამ ცნობიერად. შესაბამისად ამ ვიდეოს აზრი ის არის, რომ პრინციპში ეს სათქმელი მინდოდა გადმომეცა. ინსტაგრამზე, ფეისბუქზე, ტიკტოკზე აღარდებ უკვე ფილოსოფიურ და ესეთ თემებს, იმიტომ რომ ცალკე პლატფორმა რისთვისაც იქ მომყვება ადამიანი, რომ დავდო ჯანსაღი ვიდეო. YouTube-ზე უფრო თავისუფლება რასაც მინდა იმას ვილაპარაკებ და ზოგჯერ თუ მომივა რაღაც სათქმელი, მინდა რომ ეს სათქმელი ვთქვა და დარჩეს რა იდოს YouTube-ზე, ვისაც როდის გაუხარდება ნახავს და მათ შორის მეც გადავავლებ ხოლმე თვალს. არ მინდა ხოლმე რომ ესე ჰაერს გავატანო ხოლმე, ეს ძალიან კარგი მოწოდება თუ შეიძლება დავარქვათ.
დამაფიქრებელი. და შესაბამისად ეს არის იდეა. ასევე ის არის იდეა, რომ გავიხსენოთ, რომ არ უნდა ვიდენტიფიცირდეთ არაფერთან, მათ შორის მეც ნუ დამაიდენტიფიცირებთ ჩემს საქმიანობასთან. აი ხო ხედავთ ახლა მე სხვა როლში მხედავთ. მე არ მხედავთ თქვენ რეცეპტების მომწოდებელ რაღაც ჩანსახ ცხოვრებაზე მოლაპარაკე ადამიანს. ეხლა მხედავთ ადამიანს, რომელსაც ჩვეულებრივად ალალად და გულწრფელად გელაპარაკება ფილოსოფიურ თემაზე. და პრინციპში შეგვიძლია დავარქოთ, რომ ეს ჩემი როლია. ცოტა არ იქნებოდა თლად შესაბამისი სიტყვა, რომ მე ეხლა ვთამაშობ, მაგრამ ეგრე გამოდის, რომ მაინც ეხაც როლში ვარ რა. ეხაც როლი მაქვს მორგებული რაღაც ფილოსოფიური თემის მომწოდებელს. თან და მოსაუბრესთან. პრინციპში რო ვთქვათ რა, იმიტომ რომ რეალურად თუ მე ვიქნები ის, ვინც ვარ, შეიძლება ვთქვათ, რომ სალაპარაკოც არაფერია, იმიტომ რომ სურვილიც არაფერია. შენს ნამდვილ მეს არაფერი სურს. თუ რამე სურს, ეს შენს ეგოს სურს. და პრინციპში შეიძლება ეხაც მაგას ვაკეთებდე, რომ ჩემს ეგოს ვაკმაყოფილებდე. შეიძლება ესეც მისი ხუშტური იყოს. ვინ იცის? ან გულწრფელად გამოვხატავდე ჩემს სათქმელს და ვამბობდე იმას, რასაც ვფიქრობ. თუმცა ეს არ ვიცი რამდენად არის შესაძლებელი. ისე რომ ამაზე არ იყოს გარეული ეგო რაღაც დოზით მაინც. ხო, ანუ არ გავიდენტიფიცირდეთ არაფერთან პრინციპში, იმიტომ რომ ყველაფერი ილუზიას რო ვიძახი, რომ ყველაფერი ილუზია, ზოგს გონია, რომ აუ მეჩვენება, არა, კი არ გეჩვენება. ილუზიას ვეძახით, ვინც მსგავს თემებს ვსაუბრობთ, ვეძახით, რომ ილუზია არის ის, რასაც აქვს დასაწყისი, გრძელდება და მერე ქრება. ანუ რაც არის მარადიული, რაც არის განგრძობადი და დაუსრულებელი და ნეტარი და თავად ყოფიერება და სიყვარული და არსებობა, ეს არის ერთადერთი რეალობა, რეალური, ყველაზე რეალური ეგ არის. ხოლო დანარჩენი არის ილუზია. ეს არ ნიშნავს, რომ სიტყვაზე მე რო ვხედავ ადამიანებს ან სამყაროში იყურები, ეს ილუზიაა, ეს მატრიცა თამაშია და არამც და არამც. მიუხედავად იმისა, რომ შენ ცნობიერებაში რჩება და კი, შენ ცნობიერების გარეთ არაფერი არ არსებობს, არ გეტყვი, რომ იმ გაგებით რა გაგებითაც ხალხს ესმის, არ არის ილუზია. რა თქმა უნდა, ყველაფერი არსებობს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის. შენი სხეულიც არის, შენი ფიქრებიც არის, შენი, არ ვიცი, სურვილებიც არის, ტკივილებიც არის, სევდაც არის, სიხარულიც არის, მაგრამ შენ რო ამ ყველაფერთან იგივდები, ესეც გაგდებს ავტომატურად ილუზიაში. დაფიქრდი, შენი შემაშფოთებელი ფიქრი, როცა შემოვა თავში ოდესმე, ყველა ადამიანს აქვს ეს მომენტი. მაგ მომენტში არ იგივდები მასთან, როდესაც შენ შფოთავ და შენ ქცევაშიც გადადის, შემდეგ უკვე შენ ფიქრი შემოსული უკვე ქცევაშიც გადაგაქ, ხო? როცა შეგიძლია უბრალოდ მას აკვირდებოდე, როცა შეგიძლია უბრალოდ მას დააკვირდე, იყოს, არ გაუშვა, არ გაექცე, ნებისმიერი პრობლემა, რაც შეგემთხვევა, არ გაექცე და უბრალოდ დააკვირდი. ამ დაკვირვებაში შენ შეიძლება მიხვდე, რომ შენ ის პრინციპში ძალა არ აქვს მას შენზე, ის ილუზია იმ გაგებით, რომ მაგი მოვიდა, გაჩერდა და წავა, მაგრამ აი ამ გაჩერების მომენტში შენ გაქვს ილუზია, რომ ის დარჩება სულ. შენ გაქვს იმის ილუზია, რომ შენში რაღაც რაც არ მოგწონს იმ მომენტში შენს ცხოვრებაში, გგონია, რომ ეგ იქნება სულ და მარადიულად, იმიტომ რომ აწყოში შემოსული ყველაფერი ილუზიას ქმნის, რომ ეს იქნება ყოველთვის. აი 1 საათიანი თავის ან კბილის ტკივილი, ხო გონია, რომ გაიწელა, აი მთელი დღე არ მთავრდება. ამ დროს რავი, შეიძლება 10 წუთი, 1 საათი თუ 2 იყოს. ზოგი ამბობს 1-თვიანი, 2-თვიანი დეპრესია მქონდა და მეგონა, რომ ეს მთელი ჩემი ცხოვრება ვიტანჯებოდი. კი, იმიტომ რომ აწყოში გექმნება ეგ ილუზია, რომ ეს რაც შემოვიდა და არ მოგწონს, აი რაც არ მოგწონს ზუსტად ეგ გიქმნის და გატყუებს იმას, რომ შენ იქნები ესე სულ და ავტომატურად ბედნიერებას და სიხარულიც და არ ვიცი, კარიერული წინსვლაც, იდეალური გამოჯამთელებაც, რაღაცა მაღლა ასვლა
საჩუქრების მიღება, კომპლიმენტების მიღება, ბევრი ფული შოუნა, არ ვიცი, ნებისმიერი სიხარული, ახალი ბიზნესის წამოწყება, ყველანაირი სიხარულიც გატყუებს, იმიტომ რომ გგონია შენ, რომ ეს არის ის, რასაც უნდა გაეკიდო, იმიტომ რომ ეს არის საოცარი. მაგრამ საოცარია მხოლოდ ერთი დღე, საოცარია მხოლოდ 2-3 დღე, ან მოდი გავწილოთ და ვთქვათ, რომ ერთი დღე. აუცილებლად მოყვება ამას ვარდნა, აუცილებლად მოყვება ამას სევდა, ბედნიერება არის სევდის გარეშე არაფერი და პირიქით. ორივე ერთმანეთს ცვლის, ხოლო რაც რჩება, რაც მუდმივი და მარადიულია და რაც სრულკმარობაა თავად, თვითკმარობა, ეს არის ნეტარება. ანუ შეგვიძლია ამას უწოდოთ ნეტარება, რომელიც აღმატებულია ყველაფერზე. დაფიქრდი ამაზე. ნეტარება და გაგება, გაცნობიერება. შეგვიძლია დავარქვათ ამათ მარადიული ღირებულებები, იმიტომ რომ შეუძლებელია ნეტარებას რამე აკლდეს. შეიძლება ბედნიერებას აკლდეს კიდევ მეტი მინდა. შეიძლება ფინანსებს აკლდეს რაღაც კიდევ მეტი მინდა. დაუშვათ მეტი 1000, მეტი მილიონი, მეტი მილიარდი. აი სიხარულს გრძნობ, მაგრამ კიდე მეტი მინდა. აი ვჭამ საჭმელს, მაგრამ კიდე მეტი მინდა. აი გაქვს სქესობრივი კავშირი, კიდე მეტი გინდა. იღებს ვიღაც რაიმე ნივთიერებას, კიდე მეტი უნდა. ეხუტები ვიღაცას არ ყოფნის, აი თითქოს გინდა კიდე ჩაეხუტო. იმეცნებ, ინფორმაციას იძენ ამ Facebook-ზე, კიდე მეტი გინდა, არაფერი არ ითარგმნება რეალობაში, ხო? უბრალოდ გინდა და იწოვ, სკროლავ. ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში ხდება ეგ. ნებისმიერ ასპექტში ცხოვრებაში, რაც გინდა აიღე, ყოველთვის შემიძლია აი თავდადებით და პირადად და ნათლად და გულწრფელად გითხრა, რომ არ არსებობს არანაირი ემოცია, რომელიც ისე დაგაკმაყოფილებს, რომ შენ სრულკმარი იქნები მთელი შენი ცხოვრება. დაივიწყე. ყველაზე დიდი სიხარული. შეგვიძლია რა შეიძლება უწოდოთ. აი შვილის გაჩენა, ხო მაგალითად, აი საოცარი გზნობა. მაგრამ ეს ხო გადადის, ხო, უკვე შვილი ისდება, რა თქმა უნდა, სიყვარული, ყველაფერი ის იცვლება რა ეს ემოციები, მაგრამ ის სრულკმარობასთან ესეც კი ვერ მოვა. სრულკმარობასთან ყველაზე დიდ სიხარულს გეუნებით რა, აი შვილის შეძენა, ამაზე დიდი არაფერი არა, მაგრამ სრულკმარობასთან, ნეტარებასთან ესეც არ მოდის. ნეტარება არის მხოლოდ შენი ნამდვილი მეობის გაცნობიერება, ნამდვილი მეს გაცნობიერება. აი ეგ არის ნეტარება. უფრო სწორედ შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალურად რო ავხსნათ, თავად ის არის მდგომარეობა ნეტარება, როცა ხარ შენ. და შენ ხარ სულ, უბრალოდ ამას ბინ დადეფარება ეს ჩვენი ეგო ყოველ დღე და ყოველ წამს. უბრალოდ გვავიწყდება ის, რომ ჩვენ საბრძოლველიც არაფერი არ არის, ჩვენ ხშირად ვებრძვით ჩვენს ეგოს. აი რელიგიურ ამბებში შეხვდები, როდესაც ადამიანები ებრძვიან თავიანთ ეგოს, ებრძვიან თავიანთ სურვილებს, ებრძვიან თავიანთ ვნებებს, მიდრეკილებებს, რაც უფრო ებრძვის, უფრო ძლიერდება. არაფერს არ უნდა ებრძოლო, შენ უბრალოდ უნდა დააკვირდე. ძალიან დიდი სხვაობაა ბრძოლასა და დაკვირვებას შორის. შენში ყველა მიმდინარე პროცესს თუ დააკვირდები, რა არის შენში სურვილი, რა არის შენში ტკივილი, სევდა, სიხარული, რა არის შენში მიდრეკილება, რა არის შენში შიმშილი, რა არის შენში წყურვილი, რა არის ყველაფერი შენში, ამას თუ შენ უბრალოდ დააკვირდები, იქნები უბრალოდ მოწმე ამ ყველაფრისა, კომენტარის გარაშე უბრალოდ უყურებ, იმიტომ რომ შენი ნამდვილი ბუნება არის უბრალოდ მოწმობა, დამოწმება და ამის დაკვირვება. როგორც სიზმარში, ასევე სიფხიზლეში, ასევე ღვიძლში, ანუ ეხლა როცა მიყურებ და ასევე თუნდაც იყო მთვრალი, ნასვამი. ყველა ამ სამივე კომპონენტში შენში არის ის ერთადერთი მე და ერთადერთი რეალობა, რომელიც ხარ შენ. თუ ვერ გაიგე აგიხსნი. შენ როცა გძინავს, სიზმარს ვინ ხედავს? როცა იღვიძებ, ამას ვინ ხედავს?
და ნასვამი რო ხარ, ვინ ამჩნევს ამ ნასვამობას? აი მაგას ჩაურმოვდი. ხედავს სამი განსხვავებული მდგომარეობა აღწერე. ძილში როცა გძინავს და სიზმარს ხედავს, სხვა მდგომარეობა, ფხიზლად ხარ და ღვიძარი ხარ, ანუ ღვიძავს და ხარ დაუშვათ მთვრალიან რაიმეს ზემოქმედების ქვეშ, ხო? სამივე შემთხვევაში შენში უცვლელია ის, რასაც უნდა დააკვირდე და ჩაურმოვდე და არ ვიტყოდი რომ იპოვო, დაუბრუნდე. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, შეიძლება ამ მომენტში ბევრი კითხვა შემოგსვლო და თავში, ბევრი ისეთი რაღაც გაგეგო, რაზეც არ გიფიქრია, ან პირიქით გიფიქრია და გაცნობიერებულიც კი გაქვს, მაგრამ აი ესე ჩემი ინტერპრეტაციით კიდე უფრო შეიძლება შენთვის რაიმე ძალიან სასიამოვნო მაამებელი თუ ახლის შემძენი ყოფილიყოს ან შემეცნების დამამატებელი, ცოდნა და გრძნობის მიქსი. და ეს არ არის სკრიპტით ნალაპარაკები, ეს არის ყველაფერი ჩემი საკუთარი გულწრფელობით, იმპროვიზაციით. ვცდილობ არ წამოვჭრა. არანაირად დავტოვო როგორც არის და კიდევ გავაგრძელო ესეთი ვიდეოები YouTube-ისთვის. რო ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ამაზე საუბარი, იმიტომ რომ პერიოდის ისეთი არა, ზოგადად ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც, რომ ამაზე სალაპარაკო ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა, პრინციპში ყოველთვის იყო, არის და იქნება, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ არის. მიუხედავად იმისა, რომ თუ შენ ნამდვილ საცნობიერებ იმასაც იტყვი, რომ შენ სალაპარაკო არაფერი გაქვს, სურვილიც კი არაფრის არ უნდა გქონდეს. მაგრამ აუცილებელია ამაზე საუბარი. აუცილებელია, იმიტომ რომ მე ყოველთვის მჯერა, რომ მეტამორფოზა გადამდები არის. არ უღრმავდები რაღაც კარმულ რაღაცებს და თუ ადამიანი შესაძლებელი არაა, ვერ შეცვლი და არ მჯერა ამის, იმიტომ რომ ისეთ ადამიანებს მოუხდენიათ. შეიძლება ეგრეც იყოს. არ გამოვრიცხავ. მე არა ვარ რადიკალი, რომ რაღაცაზე კი ან არა ვთქვა აზუსტებით. შეგვწდებოდე. მაგრამ მე მჯერა, რომ შენი მეტამორფოზით შეიძლება ადამიანს მისცე ინსპირაცია, რომ რაღაცებზე დაფიქრდეს და ეს რაღაცების დაფიქრება მოიტანს შემდეგ უკვე კითხვებს და ამ კითხვებზე პასუხზე ჩაღრმავება და ვერგაცემა და ამ ვერგაცემაში კიდე უფრო ტრიალი და მერე გადაჭარბებული ფიქრი და მერე ცოტა უიმედობა და აი აქ რაღაც გაცნობიერებები იბადება ნელ-ნელა და ამოდიხარ და მოდიხარ და უბრუნდები შენში შენს თავს. აი ზუსტად ეგ არის, დაბრუნებას დავარქმევდი ამ ყველაფერს, დაუბრუნდეთ ჩვენს თავს, ვინც ვართ, ვიყოთ ის, ვინც ვართ. იმიტომ რომ აგერ აი ძალიან კაი ბიჭი წავიდა და ამან დამაფიქრა რა ბევრ ამაზე კიდე უფრო ახალზე არაფერზე, რაც არ ვიცოდიან, რაც არ გამიცნობიერებია ისეთზე არაფერზე, მაგრამ გულდასაწყვეტი ის არის, რომ ამან ერთი კარგი რაღაც გამოავლინა. აი ადამიანები ყოველთვის ეძებენ პასუხებს გარეთ. ეძებენ პასუხებს სხვა ადამიანებისგან. ეხლა თუნდაც მე რომ მისმენ, მე პასუხს შენ კი ვერ მოგცე, მე შენ შეიძლება მოგცე შთაგონება. და უნდა ვიყო გულწრფელი და პატიოსანი ამაში და არა მოგცე ცუდი შთაგონება. მაგალითად ამ ადამიანმა ვინც გარდაიცვალა ეს კონორ მერფი, რომელიც იყო საკმაოდ გაცნობიერებული ადამიანი, მაგრამ პასუხებს ეძებდა გარეთ, პასუხებს ეძებდა ნივთიერებებში, პასუხებს ეძებდა რაღაც შამანურ აღარ დავასახელებ რა YouTube-მა არ დაბლოგოს. აი ეგეთ რაღაცეებში. და ეს არის დიდი შეცდომა, პასუხი არის აი აქ შენში. თუ რელიგიური ბრძანდებით გეტყვით, რომ სასუფეველი ღვთისა არის თქვენში. როდის თქვა ეს ქრისტემ? და დააყოლა ასევე თუ მანამდე თქვა ვიწროა გზა სასუფევლამდე. და ეს ეშლებათ, გონიათ რომ სასუფეველი იქაა. მაგრამ ქრისტემ თქვა, არა იქ და აქ, არამედ შენში. და თუ ვიწროა გზა სასუფევლამდე, შესაბამისად გამოდის, რომ დასასუფეველი არის ჩემში, ამავდროულად ეს თუ თქვა. ესე იგი გამოდის, რომ ჩემამდე არის გზა ვიწრო, რთულია შეძრე, რთულია
გაძვრე იქ, რასაც ქვია თვითშემეცნება. აი ამ თვითშემეცნებით გაძვრე და გახვიდე და ეს სხივი შემოვიდეს შენში და ეს რა ვიცი, გასხივოსნება და ესე არ მიყვარს ეს სიტყვების ბრახა-ბრუხი, მაგრამ ეგ რომ მოხდეს, ესენი ყოველთვის იგივეს ამბობდნენ, თუ საფუძვლიანად გაეცნობი ამ ყველაფერს. საფუძვლიანი გაცნობა კი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა გააცნობიერო და არა დაიზებირო და უბრალოდ ცოდნის დონეზე აითვისო. ჩვენ რო ბიბლიას ვკითხულობ, ჩვენ რო ყურანს ვიღაც კითხულობს ან რაღაც ფაგავად გიტას, შენ ამას აცნობიერებ თუ შენ ამას უბრალოდ იზუთხავ, ან ამას უბრალოდ დროს ატარებ, ან ამას უბრალოდ რაღაც დაკოპირებადი ტექსტებისთვის კრიფავ ამ ფრაზებს, რომ შენ სხვას უთხრა, რომ ესეთ სიტყვები გაისროლო, რომ ნაკითხი ადამიანი ჩანხარ, არა. იქ ძალიან ბევრ სიბრძნეს ნახავს ამავე წიგნში, მაგრამ და კიდე ბევრშიც, მაგრამ ვიგებთ, რომ გაგება ესე ხო არ არის გაგება. გაგებას ძალიან პრედისპოზიცია უნდა, გაგება როდის დაგეცემა, არავინ არ იცის. შენ გაგება შეიძლება ტაქში დაგეცეს, შეიძლება ტყეში დაგეცეს და შეიძლება ბოდიში და უნიტაზზე დაგეცეს, ისეთი გაგება და გაცნობიერება უცებ. და ეგ არის ყველაფერი, ეგ არის ზუსტად ნეტარების ტოლფასია, იმიტომ რომ ეგ გაგება, როგორც კი შემოდის, შენში ჟრუანტელი მოდის და ეგ გაგება არის მარადიული, მაგას ვერავინ ვერასდროს ვერ წაკართმევს და ვერ დაკარგავ. გამორიცხული არის, ეგ არის მარადიული. შენ ერთხელ გაცნობიერებული არის სამუდამოდ გაცნობიერებული. ცოდნას დაკარგავ, კი, რაღაცა შეიძლება ისწავლო და დაგეკარგოს. ბავშვობაში რაც სკოლაში ვისწავლე, არაფერი აღარ მახსოვს. ვიღაცამ რაც მასწავლა და ამიხსნა და თითქოს გავიგე და დავიზებირე და გაიქულა დამიწერეს, გაინიშანი დამიწერეს, დღეს არაფერი აღარ მახსოვს. მაგრამ რაც გავაცნობიერე და კიდე ერთხელ ვაცნობიერებ, აბა ხო არ დამოვიწყდა თქო. რაც გავაცნობიერე, არაფერი დამვიწყებია. არაფერი დაკარგულა, ჩემში ნეტარად მომყვება ყოველთვის, ის გაცნობიერები, რაც არის მართლა ცხოვრების შემცვლელი და მნიშვნელოვანი კატალიზატორი მეტამორფოზისა, ჩემივე მეტამორფოზისა და ჩემივე ფერის ცვალებისა. რა თქმა უნდა, შინაგანს გულისხმობ და არა გარეგანს, თუმცა გარეგანი მეტამორფოზას რომ მოახდინენ, ეს გეცოდინებათ ხო. მაგრამ მეორე პლანზე ვაყენებ ამ 70 კილოს დაკლებას, რაც შეუძლია. ეს არის მეორე პლანზე, იმიტომ რომ პირველი არის, რა თქმა უნდა, შინაგანი რევოლუცია, შინაგანი მეტამორფოზაა ყველაზე მთავარი. და აი მეტამორფოზა არის ყველაფერი ჩემთვის, იმიტომ რომ მეტამორფოზა არის ერთადერთი რამ, რაც არავინ არაფრის დიდებით არ უნდა თქვას მასზე, რომ შეუძლებელია, ან არ დაიჯეროს. და სამწუხაროდ ესეთ ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომ მათ საუბარში ვხედავ, რომ მეტამორფოზის არ სჯერავთ. და ადამიანს როცა მეტამორფოზის არ სჯერა, არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო ამაზე. ბევრნაირი კომენტარის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მეტამორფოზა არსებობს და მეტიც. შენ მაგ მეტამორფოზისთვის და თვითშემეცნებისთვის ხარ გაჩენილი. თუ დაფიქრდები, მაგასაც გაანალიზებ. ვინ ვარ მე, ვინ არ ვარ მე. ორადორი კითხვა, რომელიც ჩვენს თავს უნდა დაუსვა. თუ გინდა გახვიდე იქ, სადაც უნდა გახვიდე. თუ გინდა მიხვიდე იქ, სადაც უნდა მიხვიდე. თუმცა არსად მისასვლელი არ არის. უკვე იქ ხარ. უკვე მანდ ხარ. ამ წამს უბრალოდ ერთადერთი რაც უნდა მოხდეს არის ეს მდგომარეობა. ნახე,